აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ქართული ოცნების შეფასებით ბიუჯეტი დაბალანსებულია და უპრეცედენტოდ გაზრდილია ფინანსური დოკუმენტის პროექტით მომავალი წლის ბიუჯეტი 2023 წლისას 153 მილიონი ლარით აღემატება. ფინანსური დოკუმენტის პროექტს ოპოზიცია აკრიტიკებს, მათი განცხადებით აჭარის მთავრობამ ვერც ერთი წინა წლის ბიუჯეტის შესრულება შეძლო და ახლაც ქართული ოცნების წევრები ციფრებით მანიპულირებას ცდილობენ. როგორ ვითარებაში მიმდინარეობს აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მერაბ წულუკიძე გვეტყვის. უკვე 6 საათზე მეტია მიმდინარეობს აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა, რომელზეც ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. პროექტი წარმოადგინა აჭარის ფინანსთა მინისტრმა. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს სხდომა არის უჩვეულოდ მშვიდი. ტრადიციულად სხდომებზე, რომელზეც ბიუჯეტს განიხილავდნენ, იყო არა მარტო სიტყვიერი შელაპარაკება, არამედ ეს ყველაფერი გადაზრდილა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც, თუმცა როგორც გითხარით, დღევანდელი დღე არის, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას აქვს საკმაოდ ბევრი შენიშვნა, გამონაკლისი. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ეს არის უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტი, 700 მილიონს გადააჭარბა საპროგნოზო მაჩვენებელმა. გაზრდილია როგორც ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის მიმართულებები, ასევე სოციალური სფეროს დაფინანსებაც, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი არის გაუგებარი. ამასთან ოპოზიციას პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბიუჯეტი ვერ შესრულდა და წარმოდგენილი პროექტიც მათი შეფასებით არის უფრო ციფრობრივად შთამბეჭდავი ვიდრე შესრულებადი. დასრულდება თუ არა ნაგავსაყრელის კონსერვაცია 2024 წელს? პასუხი იყო არა. რომელ ქუჩებზე მოხდება შემოერთებულ ტერიტორიაზე წყალსა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია? გითხრეს, რომ ალბათ არც ერთს ყოველ შემთხვევაში პასუხი ვერ მივიღეთ. აშენდება თუ არა საცურაო აუზი, რომელიც, რა ვიცი, და ყველა ეს პროექტი უნდა დასრულებულიყო წლების წინ. პასუხი იყო არა. პარკირებაზე ბათუმისთვის გადაცემულ 177 მილიონიდან იხარჯება თუ არა ერთი თეთრი მაინც? პასუხი იყო არა და ასე შემდეგ და ასე. ყველა კითხვაზე, რაზეც დავსვით, რაღაც დაისვა ჩვენი მხრიდან, რაც უნდა მოგვარებულიყო წლების წინ, გითხრეს, რომ 2024-შიც არ მოგვარდება. ეს არის ის ბიუჯეტი, რომელიც შემოაქვს რიჟვაძის მთავრობას ყოველწლიურად აჭარის უმაღლეს საბჭოში. შემოაქვს ბიუჯეტი, რომელიც მიმართულია არა ამ რეგიონში მაცხოვრებელი ადამიანებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ძირითადად. მაქსიმალურად არის გაწერილი ყველა ის ფაქტორები და ყველა ის გამოწვევა, რომელიც შეიძლება არსებობდეს 2024 წლისთვის. გაზრდილია ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების ბიუჯეტი, გაზრდილია განათლების მიმართულებით ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურების მიმართულებით, მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერები. ის რომ შესრულდება თუ არ შესრულდება, ამაზე საუბარი ნაადრევია და ისევე როგორც ყოველწლიურად ბიუჯეტი იზრდება, რის ხარჯზე იზრდება, როდესაც პროექტები ხორციელდება და იმ პროექტებს მოყვება სხვა დამატებითი მნიშვნელოვანი ღონისძიებები. შესაბამისად, რა თქმა უნდა შესრულდება ბიუჯეტი და ჩვენ 2025 წლისთვისაც მივიღებთ აუცილებლად გაზრდილ ბიუჯეტს. როგორც გითხარით, 6 საათზე მეტია მიმდინარეობს უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის პროექტის განხილვა. სავარაუდოდ მომდევნო 1 საათის განმავლობაში ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება. ოპოზიცია, როგორც წესი, არ დაუჭერს მხარს წარმოდგენილ პროექტს იმ მოტივით, რომ მათი განცხადებით მათ არ სურთ პასუხისმგებლობის აღება წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა პროექტის დამტკიცება მარტივი იქნება მმართველი გუნდისთვის, ვინაიდან ბიუჯეტის დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო. ქართულ ოცნებას კი უმაღლეს საბჭოში 13 დეპუტატი ჰყავს. ბათუმიდან მერაბ წულუკიძე საუბრობდა მოამბე რეგიონების ეთერში.